თუ აპირებ ავტომობილისთვის პოლირების გაკეთებას, სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ეს ვიდეო დაგეხმარება. როგორ დავადგინოთ პოლირების რა ფასი არის იაფი და რა ფასი არის ძვირი. ამისთვის დაგვჭირდება რამოდენიმე ეტაპის გააზრება და დავაგება. ჯერ ამისთვის უნდა ვიცოდეთ რა არის პოლირება. პოლირება არის ავტომობილზე ნაკაწრების მოსაშორებლად მისი ლაკის ზედაპირის დათხელება. პოლირების პროცესი სრულდება იდეალურად სუფთა ზედაპირზე. ზედაპირი უნდა იყოს ყველანაირი დაბინძურებისგან გათავისუფლებული და რატო? წარმოვიდგინოთ ბრუნავი ხელსაწყო, რომელსაც იყენებს პოლირების სპეციალისტი, როდესაც ეხება დაბინძურებულ ზედაპირს. წარმოიდგინეთ ეს მთელი დაბინძურება, რაც ზედაპირზე არის, მოხდება ქეჩას და საღებავს შორის და უფრო მეტად დახაზავს ავტომობილს. ეს იმას ნიშნავს, რომ სპეციალისტს მოუწევს უფრო მეტი და უფრო მაღალი ფენის ლაკის მოშორება თქვენი ავტომობილის საღებავიდან. და ავტომობილის საღებავის ლაკი არის სასრული. ანუ რამოდენიმეჯერ გაპოლირების შემდეგ თქვენ უკვე ვეღარ შეძლოთ ავტომობილის გაპოლირებას. ამისთვის საჭიროა ვიცოდეთ, რომ როდესაც მიყვავს ავტომობილი სადმე პოლირებაზე, როგორ კეთდება, რა ხსნარებს იყენებენ, რამდენად ასუფთავებენ ზედაპირს პოლირებამდე. პოლირებამდე ავტომობილის ზედაპირი უნდა დამუშავდეს სხვადასხვა ხსნარებით, როგორიც არის აირონი, როგორიც არის ბიტუმის მოსაშორებელი, როგორიც არის მინერალების მოსაშორებელი. საქართველოს ბაზარზე შემჩნეული გვაქვს პრაქტიკა, როდესაც ზოგიერთი პოლირების სპეციალისტი იმის მაგივრად, რომ ნაკაწრზე იმუშაოს ქეჩით და აპარატით, იმარტივებს საქმეს და მთლიან ავტომობილს აზუმფარებს, ანუ შკურკავს. დაზუმფარების დროს ავტომობილის ლაკი ყველაზე მეტად თხელდება. ანუ ძალიან დიდ ფენას აძლევს ზუმფარა თქვენი ავტომობილის საღებავს. ამიტომ, როდესაც მიიყვანთ სადმე ავტომობილს, გამოკითხეთ ესა თუ ის სტუდიო, როგორ აპირებენ თქვენი ავტომობილის დამუშავებას. რეალურად უნდა დაზუმფარდეს მხოლოდ და მხოლოდ შეღებილი დეტალი, რადგან ეს ნაკადი ჟატს, რასაც ეძახიან ფორთოხლის კანივით რელიეფური ზედაპირი ერთიანობაში მოვიდეს თელ მანქანასთან. ასევე ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც პოლირების სპეციალისტი იყენებს სილიკონიან ფილერებიან პასტას. რეალურად გატანენ ავტომობილს, რომელიც არის სარკისებული ეფექტის და რამოდენიმე გარიცხვის შემდეგ თქვენი ავტომობილი ისევ იმ მდგომარეობაშია, რა მდგომარეობაშიც მიიყვანეთ, ან კიდევ უარესში. და ყველაზე მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ პოლირების სერვისით ჩაწერის დროს, აუცილებლად დაიცავით თქვენი ავტომობილი პოლირების შემდეგ. პოლირების პროცესის შემდეგ ავტომობილის ლაკი ხდება უფრო რბილი, ვიდრე ეს იყო თავიდან. შესაბამისად, აუცილებელია მისი დაცვა, რადგან შევინარჩუნოთ ეს ეფექტი, რაც პოლირების შემდეგ მანქანამ შეიძინა. სხვადასხვა დაცვის საშუალებები დაიცავს თქვენი ავტომობილის საღებავს ქიმიური დაბინძურებებისგან, ნაკაწრებისგან და მზის მავნე სხივებისგან. აქედან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი სხვადასხვა ტიპის ხსნარი უნდა გამოიყენოს პროფესიონალმა თქვენს ავტომობილზე, პასტები, ქეჩები თუ პადები, ზუმფარები, ვფიქრობ, რომ ლოგიკური ფასი, საიდანაც პოლირება უნდა დაიწყოს, არის ალბათ 800 ლარი. თუ შენთვის მსგავსი ვიდეოები საინტერესოა, აუცილებლად გამოგიწერე.